დავაყენეთ ძალიან დიდი დინამიკები ჩაიხანაში ხეზე და გავიყვანეთ ესე სტუდიიდან და გადაცემებს ვაკეთებდით, წერდით დისკებზე და ვარიგებდით ან ძველ კასეტებზე და მარშრუტკის მძღოლებს ვაძლევდით 2006 წელს გაჩნდა ესეთი იდეა, რომ კარგი იქნებოდა რომ მარნეულში და ნინოწმინდაში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, შეიქმნას სათემო მედია. და ეს იდეა სამწუხაროდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს გარეთ, ბრიტანეთში მოიფიქრეს. და ყოველთვის ამას ვამბობ, რომ კარგი ამბები ძალიან ხშირად საქართველოსთვის არის მოფიქრებული განვითარებულ ქვეყნებში, რომლებიც იციან სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლების ფასი. მინდა გითხრათ, რომ 10 წელი ვცდილობდით, რომ აგვეღო ლიცენზია. მაგრამ სულ დასაწყისში, როდესაც მარნეულში ინტერნეტი ჰქონდა სულ 2 ორგანიზაციას და ამ ორიდან ერთი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტი და მეორე რადიო მარნეულის გუნდს ჰქონდა 2 კომპიუტერი და დიალაფის ინტერნეტი შემოვიყვანეს. ძალიან რთული იყო მაშინ იმაზე ფიქრი, რომ მაგალითად ვებსაიტი გაგვეკეთებინა და გადაცემებს ვაკეთებდით, წერდით დისკებზე და ვარიგებდით ან ძველ კასეტებზე და მარშრუტკის მძღოლებს ვაძლევდით. იქ მუსიკაც იყო, სტუმრებიც ყავდა და ამ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ აი ძალიან გვჯეროდა. და კიდე მახსოვს ერთ-ერთი გამოსავალი იყო ჩვენთვის, ჩვენ დავაყენეთ ძალიან დიდი დინამიკები ჩაიხანაში ხეზე და გავიყვანეთ ესე სტუდიიდან და პარკში დავაყენეთ და ძალიან შრიალებდა რაღაცა, მაგრამ ჩვენ პირდაპირ ეთერში გავდიოდით და ეს კაცები რომელიც ჩაისვავდნენ ესე ეს რა ქვია იწყებდნენ მოსმენას, მაგრამ როცა იყო წვიმა ჩვენ წვიმას ვუყვებოდით ამბებს, იმიტომ რომ არავინ არ იყო გარეთ. ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვლაპარაკობთ, ჩვენ გვაქვს დილის და საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც ქართულად ჟღერს გამარჯობა და აზერბაიჯანულად სალამი. რადიო მარნეული არის ეთიკური მედია. არის მედია, რომელიც დაჩაგრული ადამიანის გვერდით არის. რადიო მარნეული აძლევს ადამიანებს მოტივაციას. კარგ მაგალითებს და აუცილებლად მიყვება საკითხს ბოლომდე. მთავარი მიმართულება მაინც არის ის, რომ ადამიანი იცოდეს რა უფლებები აქვს, კონდეს შესაძლებლობა გაიგოს ამბავი და მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები რაღაცა ცოტა რთული პროცესი გაიარეს. მე მგონია, რომ ჩვენ დავანახეთ ის უფლება, რომ თანასწორუფლებიანები არიან სხვა მოქალაქეებთან. აქვთ უფლება მოიღონ ხმა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მათ ესმით ესეთი ფრაზა, როდესაც რაღაცა ცის უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ეს არ არის თქვენი მიწა, ეს არ არის თქვენი სახლი. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავუთმეთ იმას, რომ ქალებს ვესაუბროთ მათ უფლებებზე. ვამონიტორინგებდით, რამდენი ქალი ესწრება კანდიდატების შეხვედრას სოფლებში. და ასევე ვაკვირდებოდით, ეუბნებიან თუ არა რამეს იმ ქალებს, რა პირდებიან თუ არა. და მაშინ კანდიდატებიც დაფიქრდნენ იმაზე, რომ ანუ მიდგომაც სხვანაირი უნდა იყოს. არის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები, რომელიც ამბობს, რომ უკვე 20 დღე არ აქვს წყალი. და შენ მასთან მიდიხარ და ის ამბობს, რომ მე ვერ გამორჩდები. აი გადაიღეთ ეს ონკანი, რომელიც გაშრა. ისე გადაიღეთ, რომ არ ჩანდეს, რომ ჩემი სახლია. არა და ადამიანს 39 გრადუს სიცხეში არ აქვს წყალი. და მას შენია ამის შესახებ საუბარი. ჩვენ გვაქვს სოფელი ჩანახჭი,
სომხური მოსახლეობით დასახლებული, სადაც ვაგონიანი სკოლა ჰქონდათ, ანუ მატარებლის ვაგონებისგან გაკეთებული წლების განმავლობაში და იქ ორი სპეციალური საჭიროების ბავშვი სწავლობდა, რომელიც არ ასწავლიდნენ, იმიტომ რომ სპეცმასწავლებელი არ ყავდათ. და ჩვენ რო გავაშუქეთ ეს ამბავი და არ მოვეშვით ამ ამბავს, ბავშვებს დაუნიშნეს სპეცმასწავლებელი და მე იმდენჯერ დავწერეთ ვაგონიან სკოლაზე, რომ დღეს უკვე მეორე წელია ბავშვები ახალ სკოლაში დადიან. იმის გამო რომ მე ვამბობ, რომ იმდენი ბავშვი არის ჩატენილი ბაღში ქალაქში, იმიტომ რომ სოფელში რო არ არის და ქალაქში იღებენ ამ ბავშვებს და მათ უწევთ სკამებზე ძილი 5-4 წლის ბავშვებს აძინებენ სკამებზე. ის რომ როდესაც ქართული ოცნება საკუთარ ღონისძიებაზე წაიყვანს ბაღის აღზრდელს და ბაღი იხურება 2-მდე და ის ნიშნავს, რომ ბაღში დადიან ბავშვები, რომელიც ერთადერთი შესაძლებლობა ჭამონ არის ბაღი, ამას რო ვამბობ ღიად Deep State-ის დაფინანსებული ვარ? უცხო აგენტების ინტერესებს ვატარებ? ყველა ის კანონი, რომელიც ახლა არის მიღებული, არის იმისთვის, რომ ჩვენ ვეღარ მივიღოთ შესაძლებლობა ვილაპარაკოთ და მივცეთ ხალხს პლატფორმა, რომ ისინი ისაუბრონ. ძალიან მარტივი არის. მათ არ სჭირდება მოლაპარაკე უკმაყოფილო ხალხი. როგორც საბჭოთა სისტემაში უნდათ, რომ ყველას ეშინოდეს და ლაპარაკობდნენ, მხოლოდ აქებდნენ სისტემას.